კარგი მომენტია სალია ფლანგიდან. უტევს ვახტანგ სალია, პასის გააკეთა, ვაწაძე სალია, კიდევ ერთი პასი დარტყმა და გადარჩა ამ ეპიზოდში იბერიამ შვენიერი კომბინაცია, რომელიც გაითამაშეს. ათე ვაწაძემ და ვახტანგ სალიამ. კარგი მომენტია სალია შორიდან დაარტყა, არა ზუსტად. ბაქარ ქარდავას პასი ფლანგზე, გრძელდება იბერია შეტევა, ჩაწოდება საჯარიმოში სიხარულიძის დარტყმა და აი ესე პირველი ზუსტი დარტყმა იბერიას მხრიდან. აბა გრძელი პასი სიხარულიძე, მიიღო ბურთი, რა კარგად ითამაშა ამ ეპიზოდში დარტყმა და გადარჩა ამ ეპიზოდში უკვე დინამო თბილისი. კუთხური იქნება. ძალიან კარგი მოძრაობა ჰქონდა სიხარულიძეს, რომელთაც დააბნია რეალურად ხვადაგიანი. მარჯვნივ შეიძლება პასის გაკეთება და ასეც ხდება. მიიღო ბურთი მორჩილაძემ, ცრუ მოძრაობა, შემოიწია ცენტრისკენ, მორჩილაძის გადაცემა, ნინუა, მესამე მცდელობა დარტყმა. ესეც არაზუსტია. ჩაწოდება საჯარიმოში, გელაშვილს გამოაქვს ბურთი. პასი, კარგი მომენტი ლომინაძე, რა მაგარი ცრუ მოძრაობა და დარტყმა აღარ იყო. კარგი თორემ მანამდე ყველაფერი იდეალურად გააკეთა ნოდარ ლომინაძემ. ნინუამაც რა კარგად დააგდო თავით ბურთი. გიორგი კაბადაძე ნომერი 23. და კარგი მომენტი ზაგანიას დარტყმა 1-0. შესანიშნავი გოლი, შემოვიდა, ყვითელი მიიღო. გოლი გაიტანა. რაღაც ანტონიო კასანოს სტილში რომ გამოუვიდეს 1-2 წუთში კიდე მეორე ყვითელი უნდა მიიღოს და საოცრად ითამაშა ამირან ზაგანიამ. ბრავო. წინვალე შემოსვლა, ყვითელი ბარათი მიიღო, მერე ძალიან მაგარი დარტყმა და ანგარიში ხდება 1-0. ჩაწოდება საჯარიმოში. ბერელიძე კარგად დატოვა ბურთი დარტყმა და მეგრელიშვილი. კვასალია შეეძლო ანგარიშის გათანაბრება და უკეთ დარტყმას მართებდა პრინციპში ასეთ მომენტში. აი კიდევ ერთხელ ეს ეპიზოდი. იქით მორჩილაძე ითხოვს საჯარიმოს გარეთ ბურთს. სწორედ მას ეკეთება გადაცემა დარტყმა და გადარჩა ამ ეპიზოდში იბერია. რა კარგი გათამაშება იყო.